მოგესალმებით. სამხალხო ჩართულობის ცენტრმა ერთი თვის განმავლობაში დაიწყო ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლა და ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, გადაჭრების გზების მოძებნა. მოგეხსენებათ, საქართველოში ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით გახშირებულად გვესმის უკვე საქართველოს მოსახლეობას, რომ არაერთი ფაქტი ფიქსირდება, რაც ძალიან სამწუხაროა და ნეპოტიზმის ფაქტები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს განვითარებას. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული, ასე ვთქვათ, кейსის კვლევა გვეწარმოებინა, კერძოდ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სამინისტროებისთვის მიგვეწერა წერილები თუ იმყოფებიან მათ სამინისტროში ისეთი ადამიანები, ვინც არიან ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში. 19 სამინისტროს მივწერეთ ესეთი წერილი, რომელთაგან პასუხები მოვიდა არაერთგვაროვანი, ესე შევაფასებ. ისინი წერენ, რომ ზოგ შემთხვევაში მათ ესეთი ინფორმაცია არ აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ აგროვებენ. და მეორე შემთხვევაში ესეთი ინფორმაციის გაცემა მათ არ აძლევთ კანონი. ეს კანონი არის ასე ვთქვათ, მონაცემთა დაცვის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. ჩვენ გვინდა გამოვთქვათ ერთგვარი შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესეთი ინფორმაცია არ გროვდება სამინისტროებში და ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით. სწორედ იმაზე დაყრდნობით, რომ საქართველოში იმ გამოკითხვით, რომელი გამოკითხვა ჩვენ ვაწარმოეთ, სმენია თუ არა ჩვენს მოქალაქეებს ნეპოტიზმის ფაქტის შესახებ, 93% ფიქრობს, რომ სმენიათ. რა ძალიან დიდი ციფრია და ძალიან სამწუხარო ციფრია. ჩვენ ეს მდგომარეობა რომ არ შევცვალოთ, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, შემდგომში როგორი განვითარება მოყვება ინდივიდუალური განვითარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ჩვენ ინიციატივით მიმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აღნიშნული სიკეთე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ინფორმაციის არ გაცემას საჯარო სექტორზე, ვითხოვთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ამას ითვალისწინებს კანონი, შევიდეს ცვლილება და რომ ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ინფორმაციის შენახვა ხდებოდეს სამინისტროებში. ჩვენ აგრეთვე გადავწყვიტეთ, რომ შეგვესწავლა დეკლარაციები, რომლებსაც მოგეხსენებათ სახელმწიფო უწყების მაღალი თანამდებობის პირები ავსებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ უმოკლეს ვადაში, ასე ვთქვათ, გვეჩვენებინა ძალიან მინიმალური მასშტაბი თუ რა ხდება დღევანდელ დღეს. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარლამენტართა და მინისტრთა და მათი მოადგილეების, ასე ვთქვათ, დეკლარაციები შეგვესწავლა და მათი ახლობლები თუ მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა, ასე ვთქვათ, დეკლარაციის შესწავლისას ჩვენ გამოვავლინეთ 4 შესაძლო ფაქტი ნეპოტიზმის, ასე ვთქვათ, ფაქტისა, რომელთაგან მოგახსენებ თითოეულს დეტალურად. გიორგი ცაგარეიშვილის ცოლი, ეკა კვიტაშვილი 2012 წელს არ მუშაობდა და 2013 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად ინიშნება. გიორგი ჟვანია 2012 წელს მისი მეუღლე საქართველოს განუცემ ბუნებრივი დაცვის არ მუშაობდა 2012 წელს და საქართველოს გარემოს ბუნებრივი დაცვის სამინისტროში მუშაობს 2013 წლიდან. ჩვენ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გურამ მისაბიშვილის, ასე ვთქვათ, შვილი არ მუშაობდა 2013 წელს და 2014 წელს ის მუშაობს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზაზა კედელაშვილი მეუღლე 2012 წელს არ მუშაობდა და 2013 წელს მუშაობს დასაქმებულ ქალაქ თბილისის საკრებულოში. ასევე მათი სარგო ამ თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ ჩვენ ეს ციფრები სპეციალურად არ წამოვიყეთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ ვდაობთ, რომ მათ უფრო მეტი ხელფას არავინ არ აძლევს. ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ ეს არის შესაძლო ფაქტები იმისა, რომ ნეპოტიზმის გამოვლინება იყოს მაღალი თანამდებობის პირთაგან. ჩვენ ასევე, როგორც აღვნიშნე, სამინისტროების შესწავლა მოვახდინეთ. იქიდან გამომდინარე ჩვენ მქონდა მოკლე დრო და გადავწყვიტეთ მხოლოდ მინისტრები და მათი მოადგილეების დეკლარაციები შეგვესწავლა და საინტერესო 5 ფაქტს ავაწყდით. მოგახსენებთ ამასაც დეტალურად. კახაბი რჟღენტი საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში, ასე უფრო სწორედ, ეკონომიკის სამინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძის მეუღლე კახაბი რჟღენტი
2014 წელში მუშაობს საქართველოს ჯრომის ჯანმრთელობის სოციალური დაცვის სამინისტროში შტატგარეშე მოსამსახურედ. სამწუხარო ერთი ფაქტი, რომ 2013 წლის დეკლარაცია არ არის, შესაძლოა 2013-ში მუშაობდა და 2012-შიც, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამ ინფორმაციას ვერ გადავამოწმებთ, იმიტომ რომ როგორც წეღანა აღნიშნეთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ასეთი ინფორმაციის გაცემისგან, ასე ვთქვათ, არ არის ვალდებულნი და რაღაც ერთგვარ კანონს არიან ამოფარებულნი, რომ ესეთი ინფორმაცია არ გასცენ საჯარო სივრცეში. კიდევ ერთი ფაქტი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე ზალ სარაჯიშვილის მეუღლე ნინო მელია მუშაობს სიფში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. 2012 წელში არ მუშაობდა, 2014 წელში კი მუშაობს და საინტერესო ამ პიროვნებას 2013 წლის დეკლარაცია სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვიძიეთ. შესაძლებელია შევსებული აქვს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვიძიეთ. ასევე გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე გიორგი ზედელაშვილის შვილზე მონაცემები. 2013-ში აქ იგივე მდგომარეობაა, რომ ინფორმაცია არ არის მისი დეკლარაციის შესახებ და 2014 წელში მისი შვილი იწყებს მუშაობას, რაც ძალიან საინტერესოა. ჩვენ ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ეს პიროვნებები აუცილებლად ასე ვთქვათ ასე თანამდებობის გამოყენებით და ზეგავლენით იქნენ დანიშნულ. ჩვენ გვინდა ერთი რამ აღვნიშნოთ. ესეთი ფაქტები რომ არ იყოს ნამდვილად შეფასებული ნეპოტიზმად, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდეს საკანონმდებლო მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელთა საშუალებით მოხდება ამ ინფორმაციის დაგროვება, რაც მეტ საჯაროობას და მეტ კონტროლს მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ესეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს მიუწვდებოდეს ხელი და იცოდეს რა მდგომარეობაა და მეორე. ჩვენ დეკლარაციების შესწავლის დროს წავაწყდით, როგორც წეღანა აღნიშნეთ, ფაქტებს, როდესაც ადამიანი, რომელიც მუშაობს 2014 წელს, გაურკვეველია საიდან დაიწყო მან მუშაობა. საინტერესო იქნება პირდაპირ იყოს მითითებული თუ რომელი წლიდან მუშაობს მისი მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი ამ სამინისტროში და ასევე ჩვენ გვსურს რომ გავაფართოოთ დეკლარაციაში ახლო ნათესავთა რაოდენობა და ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული ძალიან ვიწრო გაგებით. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერის გამონათქვამი ჩემი ცოლის ნათესავი, ჩემი ნათესავი არ არისო, მაგრამ ჩვენ ესე ვერ განვითარდები და ქვეყანა ესე წინ ვერ წავა, ჩვენ საჭიროა მივიღოთ სერიოზული ზომები, რომ ესეთი პრობლემები აღმოიცვლოს. მადლობთ. კი ბატონო. 93% დაახლოებით 600-მდე ადამიანი. ეს არ იყო გამოკითხვა. დიახ. ჩვენ საინტერესო ფაქტები გვაქვს გამოკითხების, ანუ საზოგადოებაშიც არის როგორც ჩანს პრობლემა, რამდენად მისაღებია მოქალაქეთათვის ესეთი პრობლემის აღმოფხვრა ნეპოტიზმის საშუალებით, ანუ ახლობლის საშუალებით, რომელსაც გააჩნია ზეგავლენა, მისაღებია 3%-ისთვის, მეტნაკლებად მისაღებია 25%-ისთვის, რაც მეტნაკლებად მისაღებია ფაქტობრივად თუ კი საჭირო გახდა, მისაღებიც გახდება 25%, საკმაოდ მაღალი ციფრია, ძალიან ესეთი საგანგაშო ციფრიც არის, იმიტომ რომ ესეთი რამ ქვეყანას აზარალებს იმ კუთხით, რომ პიროვნება, რომელიც ხედავს, რომ მისი მეგობარი დაინიშნა კონკრეტული ადამიანის ზეგავლენით, ის წვეს განვითარებას. ის ელოდება უბრალოდ კარგ ნათესავს, როდის მოხვდება თანამდებობის ადგილზე, რომ მერე მოკიდოს ხელი და დასვას. ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას სამომავლოდ და ეს ზოგადად შეაფერხებს საქართველოს ასე თქვა დემოკრატიულ პროცესებს. ჩვენ აუცილებლად მიმართავთ ასევე განცხადებითად ჩვენ ინიციატივას წერილობით წარვადგენთ. თუ კი ამას არ მოყვება ასე ვთქვათ გამოხმაურება და უყურადღებო ჩაივლის აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, ჩვენ აუცილებლად შევაწუხებთ მათ ჩვენი ასე ვთქვათ კვლევებით, იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც მე ჩამოვთვალე
მათთვის სასიამოვნო იყოს იმ ინფორმაციის მოსმენა, რომ თითქოს და შესაძლებელია, რომ ნეპოტიზმთან კონდეს მათ ნათესავების დანიშვნასთან ადგილი, რაც ძალიან სამწუხაროა და მესმის მაგათი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ აქამდე არ გავჩერდებით, სანამ არ მოხდება რეალური ცვლილებები და არ განხორციელდება სხვა ნაბიჯები ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუ ხსნენიათ გუშინ იყო ერთ-ერთ თოქ-შოუში იაჰოვას მოწმე იყო ყოველთვის მიწვეული და პირდაპირ გამოყენებული იქნა დისკრიმინაციული შეცვლილი წინადადებები იაჰოვას მოწმეების მისამართი. თქვენ თუ გააკეთებთ ამაზე განვაცხადებ იმას, რომ ის რაც მოხდა გუშინ, სხვათა შორის უყურებდი, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ, როდესაც ასე ვთქვათ, მე ამას უყურებდი პირდაპირ, აუცილებლად ვფიქრობდი, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა რეაქცია. ის რაც გუჩინ ჩვენ ნახეთ, ეს არ არის მისაღები, ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი, პირიქით, ეს არის დასაგმობი, ეს არის საშინელება, რაც გუშინ ჩვენ ნახეთ. ჩვენ ესეთი ტიპის გადაცემები, ალბათ ჟურნალისტს რაღაც გულწრფელობა აერია უფლებების დარღვევაში და ხშირად რასაც ვფიქრობ, ჯობია შევინახოთ ჩვენთვის და საჯარო სივრცეში ცოტა ნაკლებად გავაზიაროთ, რასაც გამოვხატავთ და კონკრეტულ ან რელიგიაზე, ან ეთნიკურობაზე, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებით, თუ კი ესეთი ფიქრებია კონკრეტულ ადამიანს შეინახონ თავისთვის, რა თქმა უნდა, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს იქამდე გრძელდება, სანამ ჩვენ სხვის უფლებას არ დავარღვევთ. ამიტომ უნდა იყოს მედია პირველ რიგში ფრთხილად, ის რაც გუშინ მოხდა, შეიძლება წახალისება ჩათვალოს ვინმე, მაგალითად გამოყენებული იყოს სიტყვები, რომ ზომბირება ხდება და მოქალაქეებმა ჯერ ისევ ჩვენ გვახსოვს ძველად რა ხდებოდა ამ მიმართულებით, უვარდებოდით სახლში, გამოყვავდა, ჯვრებს ურტყავდით, რაც ძალიან საშინელებაა და პირველ რიგში მართლმადიდებლებს არ ეკადრებათ, მოდი ასე ვიტყვი, ცუდად, მაგრამ ამაზე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ იაჰოვას მოწმეები, მართლმადიდებლები, მუსლიმები და ასე შემდეგ არიან აქვთ ყველა ადამიანს აქვს თავისი მრწამსი და ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამაში ჩარევა და ამას დაუძახო შენ ზომბირება, ეს არათუ ეთიკური, არამედ ასე ვთქვათ, მიუღებელია მთელი საზოგადოებისთვის და მიუღებელი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის.